ესეთი რაღაცა რანაირად შეიძლება ვინმემ ესეთი დებილობა აკადროს ხალხს. გაირკვა რომ მიწა გაიყიდა იგლ-ჰილს საქართველოს ეკუთვნის და თანა მესაკუთრეა ქვეყანამ, იმიტომ იძახის პრემიერი, რომ აღარ არის მესაკუთრე. მხოლოდ პროცენტის ფლობელი, მესამედის. ეხლა შეუძლია თუ არა ამ იგლ-ჰილს საქართველოს გაყიდოს იქ არსებული უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, მაგისთვის შენდება, კაცო. რას ნიშნავს ვერ გაყიდის იქ ვერა, ბინებს ვერ გაყიდი, ის ბინა რაზეც დგას, ეს მაინც ქვეყანას რას იძახის, აი გაუგებარი, აი შეიძლება შენ იყიდო ეხლა მაგალითად ორ სართულიანი სახლი და შენი არ არის რა და იმის ყობახიძის არის ის მიწა, რა სისულელეა. ეს მიწა დეველოპერული პროექტისთვის გადაეცა ამ კომპანიას, სადაც აშენდება უძრავი ქონების სხვადასხვა ნაგებობები და გაიყიდება, კაცო. ზოგი ერთზე, ზოგი მეორეზე, იგივე მსგავსი მაგალითად ნაკლები მასშტაბის York Towers-ზე არაბული კომპანია აშენებს ბაზალი. ტერიტორია ბაზალეთის ტბის გვერდზე იყიდა და აშენებს სამოსახლოებს. რაც სახლებად ნაკვეთებად. მე ამ ნაკვეთებს ყიდის ერთი არაბი ყიდულობს, მეორე, მესამე, იგივე მოხდება აქაც რას ნიშნავს საერთოდ ვერც ვიგებ ამ ხალხს რას ატყუებენ. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.